მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო და როს კუთხე არის ჩემი გვერდი, შეგახსენებთ, პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. დიდი ხანია თქვენთვის არ შემითავაზებია არაფერი, მოდი ასე ვთქვათ და ამიტომ ძალიან ცოტა ხანი, დაახლოებით 7-მდე, იანვრამდე გთავაზობთ ნახევარ თანხაში, რა თქმა უნდა, ღირებულების კონსულტაცია, რაც არის პირადი ურთიერთობებს, ნახევარ თანხაში ეს იქნება, ასე რომ ვთქვათ, საჩუქარი ჩემგან, ჩემოკარგებო და თან შეთავაზება, ხო? რაც შეეხება, გეტყვით, რომ საშობაო გაშლები ეს არის ძალიან უძლიერესი და ასევე სურვილების ასრულებისთვის ძალიან კარგი არის და იცით, რომ მთელი ღამე, ესე რომ ვთქვათ, ჯადოქრების არის ძირითადად, ამიტომ შეგიძლიათ რომ ისარგებლოთ ამ ერთი დღით წელიწადში ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ძლიერი დღე, რომელიც აუცილებლად ასრულება, რა თქმა უნდა, ვაკეთებ კორექტირებას, თუ კი რაღაც იქ არ დაფიქსირდება ესე სასიამოვნო პოზიციაზე, ხო? მოდი ვნახოთ დღეისთვის პატარა სიახლეებს გადავხედოთ, რა სიახლე შემოვა, სასიამოვნო, რა თქმა უნდა, ორ ვარიანტად გავაკეთებ, პირველი და მეორე ვარიანტი. პირველი ვარიანტი ავირჩიოთ, მოდი ესეთი რაღაცა, ჩემს ამაჯურებს გამოვიყენებ. ეს არის ამეთვისტოს სამაჯური და ეს არის, ესე ვთქვათ, შერეული, ძალიან მომწონს ულამაზესია, სხვათა შორის სამაჯური, რომელიც უფრო დაგიძახებთ. ნახოთ, რა სიახლე შემოდის. ვინც აერჩია ამეთვისტო, გავიკეთებ თქვენ შემთხვევაში. ეს არის შესაძლებელია თქვენ მიზანმიმართულადაც კი შეაჩერეთ თქვენი თავი, ან მიზანმიმართულად რაღაც, მოდი დავისვენებ, შეიძლება სიტყვა თქვით, შეიძლება აი რა არის შეჩერება, ერთხელ დამისვენ კითხვა. შეჩერება ის არის გადადებთ რაღაცას, ანდაც თუნდაც რომ იტყვით, აი მე ყოფა საკმარისია, ხომ არის ეხლა ადამიანები დაუშვათ მოვიტან უფრო ასაკიანი ადამიანების ტერმინოლოგიას და მიხვდებით რისი თქმა მინდა. ამბობენ, რომ აი დაუშვათ ბინა ვიღი რაღაცა შვილები გავზარდე, ეს შვილიშვილები თუ რაც არის და მეტი რაღა მინდა, всё და ნუ კმაყოფილება ის ძალიან კარგი არის, კმაყოფილება და მადლიერებაც, ხო, მაგრამ თითქოს უკვე აი მეტი რაღა მინდა და მიყვება უკვე დღევანდელ დღეს ესე რომ ვთქვათ ადამიანი. შეიძლება ესე იყოს ადამიანი ნებისმიერი დავიწყე მუშაობა, რაღაცა გავაკეთე, მივაღწია ან რაღაცა და ნუ ეხლა კმაყოფილი ვარ დავისვენებ. ეს არის ან შესაძლებელია რამე მიზანმიმართულად, თუმცა ეს ეხლა თქვენ რამდენად გააზრებული გაქვთ, ეს უკვე სხვა საკითხი არის, ხო? შეიძლება ვერც გაიაზრეთ, რომ თქვენ თვითონ შეაჩერეთ რაღაცა ნებისმიერი წარმატება, თუნდაც მოდი არ მინდა და არ გავიცნობ, თუნდაც ესე იყოს ურთიერთობაში იყოს, ან დავუშვათ დაკპატიჟეს რაღაცა და არ წახვედით, ხო? რაღაც ეს არის გააზრებული და მე უკვე ყველაფერი ლაგდება ზუსტად იმ პოზიციაზე. თუ კი ეს არა გაქვთ გააზრებული, გააკეთეთ ისევ გადაფასება, რომ ზუსტად მიხვდეთ რას გეუბნებით, სად არის პრობლემა თქვენ თვითონ რომ მიპოვოთ. ყოველ შემთხვევაში მე აქ ზუსტად ესეთი ვარიანტი მიფიქსირდება და მოდი ვნახოთ ეს თქვენი მიზანმიმართული მოქმედებები, როგორ შეიძლება რა იქნება და ასე შემდეგ. საქმე იმაში არის, რომ ეტყობა ამ ყველაფერმა ძალიან თქვენ უკვე დაგაფიქრათ და ეხლა მოგწონს თქვენ მთლად ვერ ვიტყვით, ხო, მაგრამ იმდენად შესაძლებელია
მთლად ასეც არ ელოდით, მთლად ასეც არ გინდოდათ, ხო? ესეთი ვარიანტით შეიძლება აქ რო გავაჟღერო. ამიტომ რაღაც აი შინაგანი ცვლილებებიც კი ხდება უკვე მართლა გადაფასება, როგორც გითხართ, ესეთი მდგომარეობა არის, თუმცა ამას საკმაოდ განიცდით და ვფიქრობ, რომ რაღაც გამოსავალი რა არის, ვერ პოულობთ. მოდი ვნახოთ რა არის გამოსავალი თქვენ შემთხვევაში მაშინ, რადგანაც ეს გაინტერესებთ. იცით რა, პირდაპირ დამიფიქსირდა ყველაფერი, ესე რომ ვთქვათ, ძველი, წყენა არის, რაღაც არ გამოგივიდათ ეს დაუშვათ ეს შესაძლებელია ადამიანებსაც ეხებოდეს, ხო? მოდი ასე ვთქვათ, ჩაი არა. აი ამ ვიდეოს რომ მოისმენთ, უკვე ეს წარსულში რჩება. ამიტომ ნებისმიერი თუნდაც მართალი იყოთ, თუნდაც როგორ არის, იცით? აი თქვენ ხართ დავუშვათ სწორი, ხო, ესე რომ იციან მართალი ხართ, ან რაღაც ესეთ შეგრძნება გქონდეთ, არ გეკუთვნოდათ, გასაგებია, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც უნდა დაივიწყოთ და გაუშვათ, ხო, იმიტომ რომ ის ძველი უკვე რაღაც არ ემსახურება. აი თქვენს იმდენად ცვლილებები არის, აქ ახალზე უნდა გადახვიდეთ და შინაგანადაც იმდენად ეს ყველაფერი ხდება, ეთქობა რაღაც გაწუხებთ კიდევ და ეს არის შინაგანი შფოთვა, სხვათა შორის ეს არ არის მთლად კარგი შინაგანი შფოთვები, საიდან არის წამოსული. მე მაგალითად ვეტყოდი ადამიანს, რომ ამ შემთხვევაში გაიაროს დიაგნოსტიკა, მოძებნოს რა არის ეს, რა განაპირობა, საგვარეულო ხაზი არის, რამე დაზიანება არის, თუ უბრალოდ საკუთარ თავს ვერ ავითარებს ადამიანი, ხო? თუ კი გჭირდებათ ეს ინფორმაცია, უნდა გაიაროთ ამ შემთხვევაში დიაგნოსტიკა, ოღონდ დიაგნოსტიკა. არა გერიოთ პირად გაშლის შეთავაზებებში, რომელიც მე შემოგთავაზებთ, ხო? ეს არის თქვენი, ესე რომ ვთქვათ, რესურსის გადახედვა. კარგით, აი ამ შემთხვევაში ზუსტად, როდესაც თქვენ ამ ყველაფერს უკვე გაუშვებთ და მოდი ესე ვთქვათ, ჩააბარებთ წარსულს, ეგრევე გადადიხართ ნაყოფიერებაში, ეგრევე ჩნდება შანსები. იმ წუთში დაინახავთ ნახეთ, თქვენ ამ წუთში ვერ ხედავთ რაღაც ვერაფერს თითქოს. და რაღაც აი ეს დარდი, გულის დარდი რაც არის, იმიტომ გაწუხებთ და მე ასე გეტყოდით ახლა, რომ ამ ყველაფერს რომ გაუშვებთ და რაც იყო, всё, შეგუებით, ხო? დაიწყო ახალი წელიწადი. ახალ ენერგიებში გადადის ყველა ადამიანი და სასურველი არის მოძებნოთ ის ენერგია, რომელი არის ამ წელიწადში თქვენი მამოძრავებელი ენერგია. ყველა ადამიანს აქვს ეს რომ იცოდეთ. ამიტომ აი იმ წუთში აქ შანსები ჩნდება, იმ წუთში შემოთავაზებები შეიძლება იყოს, შეიძლება მრავალმხრივი იდეებიც კი გაჩნდეს უკვე, რასაც დაუშვათ ახლა ფიქრობთ, რომ არაფერი არ არის, მერე მრავალი გაჩნდება, ხო, მრავალმხრივი არჩევანის წინაშეც კი დადგებით, ან რაღაც ბევრი, რაც თქვენ გაინტერესებთ. მე უფრო მგონი აქ ნაყოფიერებაში გადადიხართ, რაც უკვე სულიერ კმაყოფილებას მოგიტანთ. ეს ის ნაყოფიერება არის, რაც სულიერ კმაყოფილებას მოგიტანთ. თქვენ თუ გჭირდებათ ფული, მაშინ ეს არის ფული, თუ ეს გამშვიდებთ, თქვენ თუ გჭირდებათ პარტნიორი პირად ურთიერთობაში, მაშინ ეს არის ვიღაც გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომ აი დამშვიდდებით, ხო, ხვდებით, ეს შეგავსებთ, თუ გჭირდებათ უბრალოდ მეგობარი, აქ მე უკვე ავკონკრეტდები ლოგინის მეგობარზე, ჩემო კარგებო, ეს თქვა როგორ მოთქვა სამომავლოდ, უბრალოდ მეგობარი, ხო, მაშინ ესეთი ადამიანი გამოჩნდება, ან რაღაც საკითხის მოგვარება გჭირდებათ, შეიძლება არც ერთს არ ეხება ამას, მაგრამ რამე საკითხი არის, რაც ესე გაშფოთებთ ვიღაცას, შეიძლება სასამართლო პროცესი აქვს ვიღაცას, შეიძლება რაღაც საბუთებრივი და ასე შემდეგ. აი ეს ყველაფერი თქვენ გადადიხართ ეგრევე ნაყოფიერებაში, ეგრევე მოგვარდება
და მოგიტანთ ესე რომ ვთქვათ უკვე კმაყოფილება სულიერს ხო თქვენ საქმეზე მოირგეთ შეიძლება ვერ გავაჟღერე ზუსტად კიდევ ის საკითხი მაგრამ მოირგეთ თქვენ საკვანძო სიტყვა ნამდვილად დაიჭერდით ახლა რასაც გულისხმობ რა სიყვარული შემოდის რა წარმატება არ ვიცი ის პოზიციაში უპირველესად გამოდიხართ და გადადიხართ სრულ ნაყოფიერებაში ეს იმას ნიშნავს რომ აი შედეგები ის რაც დავუშვათ თქვენ შედეგებს ელოდით კი ბატონო მიიღებთ აუცილებლად შესაძლებელია ეს იყოს ასევე კარგი შენაძენი ან რაღაც ეს ამ შემთხვევაში მე ყოველთვის ვიცი გაჟღერება რა შენაძენი უნდა იყოს დაახლოებით რატომღაც ეს ახლა ბინას და ეს რაღაცებს ვერ ვაფიქსირებ მე აქ უფრო რაღაც სხვა არის კიდევ ნებისმიერი რა უნივერსალურად გავაკეთოთ კარგი რა სიახლე შემოდის ასევე თქვენთან სხვათა შორის ხალხმრავლობა ნამდვილად გექნებათ გულწრფელი დამოკიდებულება. მე ასე გეტყოდით, რომ ეს არის სრული ნაყოფიერება. ხალხი თუნდაც საზოგადოება, როგორ იცით, აი, კარგი დამოკიდებულებით, გულწრფელი დამოკიდებულებით, აქ ახალი პიროვნება შემოდის თქვენთან, მე როგორც გავაჟღერე. რაღაც წამომცდასავით, ხო? ეხლა ეს რა ქვია, რომელიც გიყურებთ სხვათა შორის ეს ადამიანი თქვენ. ძალიანაც გიყურებთ ახალგაზრდული ენერგიებით სრული ბედნიერება ჩემო კარგებო ძალიან კარგი სიხარული განკურნება თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ განკურნება თუ პირად ურთიერთობაში არის პრობლემები გაჯანსაღება გამოსვლა ამ რაღაც გაუგებრობიდან სრული სიძლიერე მე გეტყვით რომ თქვენ აუცილებლად როგორ არის იცით შეიძლება შენაძენი საბუთი რამე გაინტერესებთ აუცილებლად ეს იქნება და ეს იქნება ძალიან დიდი წარმატება. აი როგორ არის იცით, კიდევ ერთხელ შეიგრძნობთ იმ მომენტს, რომ კომუნიკაცია საზოგადოება ხალხი კიდევ ერთხელ შეიგრძნობთ იმას, რომ აი თურმე როგორი ძლიერი ხართ, აი რომ ძლიერი ხართ, ხო, ხანდახან შეიძლება იყოს ის მომენტი, რომ რა ხდება, გაჩნდეს ესეთი ვარიანტი, აი თქვენ ამას ნამდვილად შეიგრძნობთ კიდევ ერთხელ. თუნდაც რამდენად მნიშვნელოვანი ხართ ხო აი თქვენ ეს შეძელით ეს შეგიძლიათ ესეთი ენერგიები შემოდის ჩემო კარგებო და ესეთ პოზიციაზე გადახართ ეს იყო პირველი ვარიანტი ვინც აირჩია მეორე ვარიანტი გება მას ძალიან მომწონს სხვათა შორის ძალიან ჩემი ასე იგი ბრასლეტების სამაჯურები გადავაახლე. ყველა გადავიტანე ვერცხლზე. ეს შესაკრავებზე რომელიც არის, თუმცა მე სხვათა შორის ეს ჩარმებიც ძალიან მომწონს. რომ იცოდეთ ეს ჩარმები. იმიტომ რომ არ იმაშვება, ფერი არ გადადის, აი ამ ჩარმას ნახეთ. აგეხსნით ახლა რომელი ჩარმიდან გულისხმობ. აი ამას მოიცადეთ განახეთ ამასაც აი ამ ჩარმებს გადადის ფერი მაქვს ცოტა შემორჩენილი მაინც აი ამას არ ჩანს ხო კარგად და ისე აცხადებენ რომ თითქოს ფერი არ გადადის და თვითონაც ალბათ არ იციან ვინც აცხადებენ მეც არ ვიცოდი თავის დროზე აი ამას ნახეთ გადადის ფერი მაინც თავისებურად ეს იცვლის ფერს წყალში მოხდება თუნდაც არ მოარიდოთ აი ამ წყალს ამ რაღაცებს აი ესენი ნახეთ ცოტა მაქვს კიდე ახლა ესენი აი ესეთი რაღაცები ფერი კარგად ჩანს მაგრამ აი ამას არ გადადის ესენი არის ძალიან კარგი ძალიან კმაყოფილი დავრჩი მე პირადად ეს ცოტა დიდი არის ახლა აი ამ გემით
აი, იმგენით ნახეთ. ჯერ რაღაც მომწონს ძალიან დაძველების ეფექტით არის და მე არ იმაშვება რა, ისე მათ არ ფუჭდება. მოდი ასე ვთქვათ, ხო, იმიტომ რომ მინერალი არ არის მკვდარი, იცით ალბათ რომ მინერალები კვდება დროთა განმავლობაში, ასეც ხდება, ან ზიანდება და არის რომ არ დაზიანდა კაცო, არის ეს მინერალი და აი ეს ჩარმები ისეთნაირად გაფუჭდა მაინც ხმარებაში და ფერი გადავიდა, აიცი, არასასიამოვნოდ გამოიყურება, ხო? ამიტომ ამითი ძალიან მომწონს ესენი, თუმცა ბევრი გადავიტანე, ბევრი რაღაცა ვერცხლზე, საკუთარი. იმიტომ რომ თუმცა ახლა თუ არ მოუვლი ვერცხლიც იცვლის ფერს, ვიცით მეტუმეტეს დღევანდელი ვერცხლი, დღევანდელი კი არა ადრინდელიც, მაგრამ რაღაც იმ ფერს ბრწყინვალებას არის თუ რაღაცა კარგავს. სხვათა შორის ახლა გამახსენდა ასეთი ლამაზი ვერცხლის ისინი მაქვს ვერცხლი არის სუფთა ვერცხლი, ესენი სამაჯურები ძალიან ბიუჯეტურად თუ კი დაინტერესდებით, რომელზეც მე თვითონ დავინტერესდი, რატომ ნატურალურ ქვებზე მე ვიტყოდი, არანაკლები კი არა, ძალიან ძლიერია და თვალშისაცემი არ არის. უკვე დღეს ყველას უკეთია ეს ნატურალური ქვები ვის უკვირს, მაგრამ მაინც ასოცირდება როგორ რაღაცასთან. იცი მე მაგალითად უკვე ვერიდები. ძალიან იშვიათად კი დავიბნევ, მაგრამ ვერიდები, რატომ რაღაც ისეთნაირად ჩანს თვალში ბევრისთვის, რომ ეხლა სხვისი აზრი არ უნდა გაინტერესებდეს, მაგრამ ეხლა მაინც დაფარული ვარ ამ იმიდან გვერდიდან და თითქოს რაღაცა არ იქა ჯადოქრობ და რაღაცა სასწაულებს აკეთებ. ნუ ეხლა ნატურალური ქვები ვის უკვირს, ჩემო კარგებო, ხო, ცოტა ჩანართი გავაკეთე. მაგრამ ესეც საჭირო არის მეფეები, რა ვიცი მე და ხატები ნატურალური ქვებით არის შემკული ძვირფასი ქვებით და ოქრო ვერცხლი და ვის უკვირს ეს დღეს, მაგრამ არიან ესეთი კატეგორიები. ამიტომ ყველაზე ძალიან მაგარი არის, თვალშისაცემი არ არის და დაფარულიც არის, ასე ვთქვათ, და არის ძალიან კარგი დაცვისთვის გაკეთება ესეთი რაღაცეების. სხვათა შორის დროსებიც მაქვს. ესეთი დროსები. და ძალიან კარგი არის, ამიტომ ესეთ არის შელოცვები, ისე წაკითხული, დაცვა მინდა თუ რაც მინდა, თვალშისაცემი არ არის. ძალიან იშვიათად მიხვდება ადამიანი, ხო, ეხლა ნუ მაგაზე, რა ვიცი, ეხლა ვერცხლის სამაჯურზე რო კიდე ვიღაცამ რამე თქვა. მაგდენი აღარ უნდა დაგაინტერესოთ. მაგრამ მაინც უმეტესობა იტყვის, რომ ვერ არის და ამაზე ცოტა ისეთნაირად გამოვიდა, მოვიხსენი. კარგით. ძალიან ბევრი მეკეთა, ეხლა არ გაგიკვირდეთ ეს ერთი ცალი, არა მე აქეთ ხელზე, რა ვიცი, გულზე და კარგი, ვინც აირჩია მეორე ვარიანტი თქვენ შემთხვევაში. იცით რა არის, ძალიან თბილი არკანით, ასე ვთქვა, დაიწყო აქ პირდაპირ გაშლა. შეიძლება მართლა იყოთ არჩევნის წინაშე, რაღაცა გადაწყვეტილების წინაშე, მაგრამ აქ მაინც არის, ასე რომ ვთქვათ, შეიძლება ნოსტალგია გაქვთ, შეიძლება ვინმე გენატრებად, რაღაცა ესეთი ენერგიები უფრო გამიფიქსირდა თქვენ შემთხვევაში და რაღაც თბილი განწყობა, ეს არ არის აგრესიული განწყობა, ხო? იმას ვნახავდა ახლა თავს მომჭრიო, ესეთ ხასიათზე არ ახართ. კარგი, ნახოთ რა სიახლე გაწარმატება სიხარული, ესე ვთქვათ, შემოდის თქვენთან. მე ვიტყოდი, რომ რაღაც ნახეთ განთავისუფლება, ისე რა არის, იცით, არ გამიკვირდება აქ ვიღაცასთან სექსუალური ურთიერთობაც რომ დაიწყოთ თუ არ დაგიწყიათ, ან უბრალოდ
ის ვინც გენატრება ძალიან მალე შეხვედრა იყოს და მასთან რაღაც ესეთი ურთიერთობაში გადავიდეს თქვენი შეხვედრები. ცოტა არ ელოდით ხო არც მე ველოდით. სხვანაირად მინდოდა აქ განსაზღვრა, მაგრამ ესეც ერთ-ერთი ვერსია არის მეორე ვარიანტში. იცით, მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ეს ახალი ურთიერთობაც იყოს, ახალი ვინმე შემოვიდეს თქვენთან. ან თავიდან დაიწყოთ ურთიერთობა, მაგრამ ის მონატრებულ პოზიციაზე, რა ვიცი, ან შეიძლება წარსულში გქონდათ რაღაც კარგი, ერთხელ მაინც ხო, რაღაც კარგი მომენტი და გინდათ ისევ იყოს რაღაც, ესეთი ვარიანტიც არის აქ. ყოველ შემთხვევაში მე ვიტყოდი, რომ ცოტა ცივი გონების ჩართულობაც კი ხდება თქვენთან და ეს იქნება სხვათა შორის წარმატებული, ძალიან კარგი, მოდი ასე ვიტყოთ, ახალი ენერგიების მიღება. არ არის გამორიცხული თუ რა ვიცი, ეზოთერიკას სწავლობთ ან რაღაცა, აქ გადახვიდეთ, დაიწყოთ, ან შესწავლა დაიწყოთ, ესე იყოს, ან რაღაც თქვენი ენერგიები თითქოს გასუფთავდეს, გაიწმინდოს, ხო? ერთ რაღაცასაც გეტყვით მე, ჩემო კარგებო. თეთრი მაგი, თუ აქ ვინმე ესეთი ხართ, არ არის ადვილი, თეთრი მაგობა, თუმცა არც ის შავი მაგობა არ არის ადვილი. შემთხვევით TikTok-ზე ამომიგდო რაღაც ეს რიტუალები, რომელსაც აკეთებენ და მე დედა, ეს იყო რაღაცა, იქ არის პირდაპირ ადამიანის მსხვერპლ შეწირვა შავ მაგობაზე. მე ცოტა მეჭვება საქართველოში მთლად მასე იყოს საქმე და ზოგჯერ ისე არეკლამებენ და ისეთ რაღაცებს საუბრობენ და განმარტავენ, რომ მე თვითონ მეცინება რა სისულელი ეს არის უკვე ძალიან გასული სამყაროდან ვიღაცა და თავის ფანტაზიებში ჩაფლულია. ესეთ არ შეგეშინეთ ხალხო. კი, ეზოთერიკას ძალიან ბევრი მოედო, მაგრამ მალე გაიფილტრება, ვინ რეალური არის, აუცილებლად დარჩება, ხო? ესე არ არის რა. დიდხანს ვერ დარჩებიან ამ ენერგიებში, ვინც ამას დაუშვათ ითვისებს, მისი არ არის. შეიძლება ნიჭი კი აქვს და რაღაცა, მაგრამ მისი არ არის. ამიტომ დიდხანს ვერ დარჩებიან ამ ენერგიებში. მერე მით უმეტეს იცით რა არის ის მსხვერპლ შეწირვა, ეხლა ეს ძალიან მართლა თაყვანისცემა არის, ეხლა არ დავასახელებ და მიხვდებით, ხო? მაგრამ არის საფეხურები და ეს გაითვალისწინეთ, რაც შეეხება ჩვენთან. მე ახლა შამაგებს რომ უწოდებენ მის თავს, ზოგიერთები ცოტა მეცინება. კი ბატონო, ის სასიყვარულო შელუცვები რაღაცები სასაფლაო ნეკრო გადადის იქეთ, მაგრამ მაინც არ არიან რა იმ საფეხურზე ასული. მოდი ასე ვიტყოდი. მერე კიდევ, როდესაც თქვენ გეუბნებიან მეორე ვარიანტი. დავუშვათ, შეიძლება აპირებთ აქ შესწავლას, ან ინტუიცია შეიძლება ძლიერი გაქვთ, აწი განვითარდეს. მე არ ვიცი რატო საუბრობ ახლა აქ მეორე ვარიანტში ამასთან, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე. შეიძლება არის ისეთი ვარიანტი, რომ აქ არ მოხდება რაღაცის გადახდა, შეპირება და ეს რიტუალები დაუშვებელია და რაღაც ამ თემას კიდე ცალკე ჩავწერ მე. ეს იცოდეთ, რომ ამ შემთხვევაში ის პრაქტიკა თუ რამეს თუ აკეთებს, არ გაჭრის ჩემო კარგებო. იმიტომ რომ იქ აუცილებლად უნდა იყოს რაღაცის გამოძახება თუ უნდა ასე ვთქვათ, გაგიაქტიურონ, არავის არ შეწევს ეს ბუნებრივად ეს ძალა ძალიან რთული არის, როდესაც რაღაცას აკეთებ. ბუნებრივი ენერგია ძალა შეიძლება გამწარებული ადამიანის ენა იყოს, რომელიც მიწაზე არ დაეცემა, იმდენად გადამწარებული არის და როგორ არის, იცით,
აი დავუშვათ ვიღაცა დაწყევლა ვიღაცა რაღაცა და აი მიუვიდა და ეს ეგ მაგობას კი არ ნიშნავს, ეს არის უბრალოდ ენერგია, რომელიც გამოყვა ადამიანმა, ხო და კი ბატონო ასრულდა, შეიძლება მრავალჯერადაც, იმიტომ რომ როდესაც რაღაცა არ ეკუთვნის ადამიანს, ხო და თავზე გადაუდის, ეს ვიღაცამ გამოიმუშავა ამ ადამიანში უკვე ეს ენერგია, ხო? და კი ბატონო არის ვიღაცისთვის უკვე დამაზიანებელი, ეს არ ნიშნავს, რომ აი წავი და ჯადო გააკეთა, არა, ასე არ არის. და რაც შეეხება ჯადოს და მით უმეტეს ეს სასიყვარულო რაღაცეების, ესე რომ ვთქვათ, გააქტიურება ხდება მოდი ასე ვთქვათ, იმ გადასახადებებით და რაღაცეებით, ესე რაღაცებით არა, გადასახადებით, იმ შეწირულობებით, იმ გამოძახებებით და ასე შემდეგ. თუ ეს არ კეთდება, რიტუალი არ გაჭრის. ესე რაიმე არ მოგატყუთ. რაც შეეხება თეთრი ენერგიები ახლა და ნათელ ენერგიებთან მუშაობა, არის ძალიან რთული. იმაზე მეტი რთული არის და რატომ? ჯერ ერთი ორივე სჭირდება დისციპლინა. ორივე მაქს. ხო? მე ბევრჯერ ვხედავ ესე გოგონები რაღაცა გამოდიან და ჩვენ ჯადოქრებს თუ დაგვიპირისპირდებ და ჩვენ ჯადოქრებს კაი რა ტაროლოგი ხარ ჩვეულებრივი რა ჯადოქარი ნუ გადამრიეთ. და დავუშვათ წმენდა გააკეთე და რაღაცა კი ბატონო წარმატების რიტუალი რაღაცა მეც ახლა რაღაცამ რომ გამომივიდა და გამიმართლა შემდეგ თავაზობთ ხო და თუნდაც რა ვიცი სასიყვარულო რიტუალი მაგრამ ესე ხა ჯადოქარი ესე უწუდო შენ თავს არ არის ხალხო ესე და მეცინება მართლა ძალიან მეღიმება მაგრამ როდესაც ადამიანი ამ საქმეში ან ჩახედული არ არის ან ავიჩე გერ მოისმინა განმარტება გერ მოისმინა ვიღაცამ ისე ყურში უჩურჩულებენ რაღაცებს დასასწავლებს აცხადებენ მოდი ასე ვთქვა დაიფეთა ხო შეეშინდა მოკლედ რო ვთქვა დაიფეთა და იცით რა არის ეხლა სხვათა შორის გოგონებთან ერთად ვიჯერგით რაღაცა და შემოგვესწრო სხვა ქალბატონი. გიყვებით და ამ ქალბატონმა დაიწყო სულზე ლაპარაკი და ისეთნაირად დაიწყო და ესე გადავიდა, მიუბრუნდი ახლა და ვინც მიცნობს, რომელმაც იცის მომხარე, ეს ჩემზე მეტი გასული ყოფილა ამ ცხოვრებიდან მეთქი. რა თმინდა კაცოს და რაღაცა ესე შეკრება მქონდა და ვქეიფობ და ესე ვთქვა და სულები და ესე დაიწყო რა თვითონ და სულებზე ლაპარაკი. ნახეთ მე ისი თქმა მინდა თეთრი ენერგია ეს ცოტა ახლა შევახაჭაპურე მაგრამ ესე არ არის რა ვიღაცამ რაღაცა თქვა და ნახეთ მე ეს განმეორების მომენტები და მთლად ეს შეგეშინდებათ კაცო და არც მასე არ არის ტაროლოგი უბრალოდ და ამცი რიტუალი ვნახე მე პირადად და ვაიმე შემეშინდა მეთქი დავპოსტე და ვიღაცამ დამიკომენტარა ეზოთერიკოს ცოტაო მიკვირსო ამანოს შეგაშინაო და ბიჭო რიტუალი კი რაღაც მონაკვეთი იყოს აკეთებდა ერთ-ერთი არ დავასახელებ ქალბატონი და იცით რა არის თქვენ ვერ ხედავთ განსხვავებას ამ საფეხურებს შორის ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ვიღაცა ენერგია ადამიანმა უარყოფითი არ გამოიმუშაოს თორემ უბრალო ნახეთ ადამიანი სხვას ერდებოდა სვარმა დააღრჩო ძალიან კარგი გამონათქვამია. მაგი არის პრაქტიკოსი, ვინც არ უნდა იყოს, ის ცუდი ენერგია თუ ის მართლა რაღაციდან ადამიანმა გამოიმუშავა, შეიძლება საერთოდ აი, რა ვიცი, კუთხეში ეგერ ბომჟი რომ არის, ხო? და ეს თავისთვის და ყველაფერი რომ კიდია და გასულია მართლა ამ ცხოვრებიდან თქვი სიტყვა, ხო? იმანაც შეიძლება გამოიმუშაოს ეს ენერგია და ვიღაცას მეხივით დაეცეს თავში. ასე რომ აქ ჯერ კიდევ ის მომენტი რომ ის ძლიერია, ის მაგარია და ამ ენერგიებით, მოდი ასე ვთქვათ, ბლატაობა ყოვლად მიუღებელი არის. ეს იცოდეთ.
ეხლა რაც შეეხება და დავპოსტე, მაგრამ არ დაიპოსტა თუ წაშალენ, არ ვიცი, მე მეტი აღარ გამიკეთები აქცენტი. თქვენ ეთყობა განსხვავებას ვერ პოულობთ. ტაროლოგი რაღაცა გასუფთავება, პატარა რაღაცა წარმატება მოიზიდო, სხვა რაღაცა ახალ უნდა ახლა ამ ენერგიებში რომ არის კონკურსებში ადამიანი გამოდის, მაგისტრი არის, რაღაცა მე არავის არ ვასხამ ხოტბას, მაგრამ ის სხვა მიმდინარეობა, სხვა რაღაცა არის, ხო? ისეთი მუსიკა ედოთანაც, რა ვიცი, იმ ენერგიებით ცოტა ჩემთვის ძალიან ისეთი იყო მძიმე. რაც შეეხება ეხლა ვიღაცისთვის ეს ჩემი ბეფანებით მძიმე არის, ნახეთ? შედარებითია დღეს ყველაფერი. ვიღაცისთვის პენტაგრამა აღმოჩნდა მძიმე და შეეშინდა და ვაიმე მაგასთან ის აქვს და ეს აქვს, ხო? თავისი ისინი გააკეთა შეხედულებები. ასე რომ მაგას ვერ განსაზღვრავთ და რაც შეეხება ახლა ნათელი ენერგიებს დავადგა საშველი. ნათელი ენერგიები რატომ არის ასევე რთული? და ყველას არც ეს არ გამოუვა და ბევრმა დაირქვა თუნდაც ის სახელი, რომ მე ვარ ისო რა ქვია, თეთრი მაგი და ხახო თეთრი მაგობა კიდევ არ ესი არის, იმიტომ რომ აქ უნდა იყოს ადამიანი ძალიან სუფთა ცხოვრებით, რომ ეს ნათელი ენერგიები გამოუვიდეს. იქ კვებაც უნდა დაიცვას მან, პირადიც უნდა დაიცვას ეს პარტნიორები, მე შევედი და მაინტერესა ერთ-ერთი წავიკითხე ესე და ну, რა ვიცი, პარტნიორი ვიღაცა და მივხვდი, რომ ბევრი პარტნიორი წავდა შეცვლილი. არა შემოგარგებო. მე ასე გეტყოდით, ძალიან თავშეკავებული უნდა იყოს მაგ მხრივ თეთრი მაგები, თეთრი მაგობა თუ გინდათ. რა პარტნიორები, რის პარტნიორები, ერთიც არ უნდა ყავდეს. მე ასე გეტყოდით მაგალითად. კარგი, ერთი დავუშვათ ახლა, ხო? ეს ხო არა ხარტმოლობია. იმიტომ რომ მაგ დროს ირევა ენერგიები ზოგადად. იქ კვებაც დაცული უნდა იყოს, დისციპლინა უნდა იყოს, ძალიან სუფთა ცხოვრები ცხოვრობდეს, შური, ბოყმა, ესეთ რაღაცები ამ ადამიანში არ უნდა არსებობდეს. აგრესიული ფორმა არ უნდა იყოს, ეხლა მე არ გულისხმობ, თუ ვიღაცა ეხლა თავზე გადაგივლის, უნდა მოითფინო, არა, ჩემო კარგო. როცა საჭიროა უნდა გამოხატოთ, მაგრამ არიან ადამიანები სულ აგრესიული, სულ ჩხუბობენ, პასუხი არ გასცე ვინმე, არა. პასუხიც უნდა გასცე, ხელს უნდა შემოკრა და დედაც უნდა შეაგინო, თუ საჭირო არის. თუმცა დედის გინებას ვაიძარბი ვესალმები, ხო? მე მაგას არ ვამბობ. მაგრამ მაინც ადამიანი უნდა იყოს ძალიან დაბალანსებულ ენერგიებში. ამ შემთხვევაში შეიძლება უკვე ამ ადამიანზე ითქვას თეთრი მაგი და მე მიხარია კაც ამდენი თეთრი მაგები და ესეთი ცხოვრებით თუ ცხოვრობს ეს ხალხი, მაგრამ რა ვიცი. ეხლა უკაცრავად, მაგრამ ერთ ადგილს რო ქალბატონი გადმოაგდებს და მე თეთრ მაგობაზე დაიწყებს კიდე ლაპარაკს, ესეც აქ ეს არ არის ხალხნო განკითხვა. ჩემი საქმე საერთოდ არა, ვინ რას როგორ ცხოვრობს. არა. მე ვაკეთებ აქცენტს. ეს არის დისციპლინა, რომელიც ამ ენერგიებში მყოფმა ადამიანებმა დაუშვათ არ უნდა დაუშვას. მე პირადად გაკვირვებული რჩები. ერთ-ერთი ქალბატონი კიდე იოსელიანი აგონი არის და ეს ნატურალურ ქვებს მაშვება და მე მგონი მიმაბლოკა, როგორც მივხვდი. ჩემი გვერდიდან დაუწერე რაღაც და ნახეთ, ჯერ ფენშუის რაღაცები გამოაქვეყნა. მეც მაქვს ფენშუის რაღაცები, კი ბატონო, ასწავლის. მინერალებს ხო, ჯერ ბევრი მინერალი ძალიან არასწორად წავიკითხე მე პირადად და არ დავეთანხმე. ამაზე ასწავლის. მე რუნები გამოაჭიმა ეს რუნები და დახატეთ დაწვით სურვილების ასრულების. სინამდვილეში, კი ბატონო, არის იქ ერთი სიხარულის მომტანი, სურვილების ასრულების არ არის, უფრო დაცვის და რაღაცა ისეთი რა.
მერე კიდე რუნებთან ესეთი შეხება მთლიან საზოგადოებას და სულ ყველამ რო აიტაცა, ნუ ეხებით ხალხო ამ იეროგლიფებს და მით უმეტეს რუნებს, მით უმეტეს თქვენ კიდე თუ კი ქრისტიანულ ეგრეგორში ხართ, ესეც საკმარისია ამას რომ ისმენთ ქრისტიანულ ეგრეგორში ხართ და რუნებს იაქტიურებთ, რა ვიცი მე, რა ვიცი. არ შეიძლება. როგორ არ ვიცი, კაც კი ვიცი, მაგრამ და ავდექი და დავპოსტე. ესეთ რაღაცას ნუ ასწავლით მეთქვი, ეს არ არის სურვილის ასრულების კომბინაცია, რუნები. და რა ქვია, რა თქმა უნდა, დამბლოკავდა, ხო? იმიტომ რომ, რას ქვია შენიშვნას აძლევდა, რას ქვია ესე იმაშვები და ცოტა ჩემთვის უცნაური ესეთი ღიმილიანი ქალბატონით რო დაიწყებ ნახე და ესე შეპარული და აგერ უცებ შავ მაგობაში გადადიხარ და ძალიან, რა ვიცი, შეპარული ფორმათინ რო გამოდიხარ, ეს უბრალოდ მინერალებს თავაზობდა ადამიანს და ბოლოს აგერ მაშ რუნოლოგიაში გადაიჭრა, ხო, მაგრამ არ არის ეს ქალი რუნოლოგი. აფერი არ იცი სინამდვილეში, აფერი არ იცი თქვენ მეთქი გაგონილის დონეზე რაღაცები. კი ბატონო, მეც მაქვს ფენშუის რაღაცეები, თლად მასე ემად არა ვარ, თუნდაც ესეც ფენშუიში გადის, ხო? ჩემი ოქროს თევზი. თავისი ბარაქის ხით, მაგრამ ეხლა მოდი ასე ვთქვათ, თევზი ქრისტიანობაშიც ასე ვთქვათ მიღებული არის, ეს ისეთი სიმბოლოა თევზი. თუნდაც გასაღები ქრისტიანულადაც მიღებულია, ხო, მაგრამ გააჩნია ახლა რისი გასაღები. მაქვს მე დაუშვათ ყველა ბლოკის გახსნის გასაღები და არის 64-ის კარის გასაღები, ესე ითქმის, ხო? რომელიც სხვადასხვა გულზე მაბნევია, მაგრამ ეს მონასტრიდან წამოღებული არის. ამ შემთხვევაში. მაქვს სხვა გასაღებებიც, რომელიც წარმატების ბლოკების გახსნის და ასე შემდეგ. აი ეს მაგალითად ახლა არის 64-ის, ესე რომ ვთქვათ, თითქოს. რამდენად მომხვდები მაგაზე თქვენ თავი არ იტეხოთ, იმიტომ რომ ეს არავინ მარიჯის წინასწარ და ვის შეიწყალებს თავშოთ ქრისტიანული ეგრეგორი, მაგრამ ზოგადად რომ გითხრათ, ხო? მაგრამ რუნები, კი ბატონო, მე პირადად რუნოლოგი ვარ, თუმცა არ ვაკეთებ სწავლებებს, თავს ვიკავებ, იმიტომ რომ მე ვიცი ხალხის, ესე რომ ვთქვათ, დამოკიდებულება აიტაცებს სულ ყველა. და ეს არ არის, მოდი ასე ვთქვათ, სასარგებლო. თუ ჩემთან ადამიანი მოდის, მე უკვე იქ საზღვრავ ამისთვის, რამდენად შესაფერისი არის დავუშვათ რუნებიდან რამე სარგებელი მიიღოს. და სხვათა შორის ერთი პატარა შეცდომა და ძალიან დიდი გადასახადები აქვს ამ რუნებს, რომ იცოდეთ. და ერთ-ერთს გეტყვით იმას, რომ თუნდაც საუკუნების მანძილზე იყო ეს, ესე რომ ვთქვათ, მკვდარი ენა, იმიტომ რომ და მთლიანად ეს ვიკინგები ვიცით, რომ ამოწყდნენ და ესე რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი იყო დაფარული. შემდეგ დაიწყო რაღაც მაინც, ესე რომ ვთქვათ, და ხალხმა დაიწყო გააქტიურება ამ ყველაფრის და ეხლა წამოვიდა მაინც წინა ხაზზე, ხო? მაგრამ ეს ყველაფერი იმიტომ რომ აი ნახეთ თვითონ ის ხალხი, რომელიც ამ ყველასთანაც მით უმეტეს ეს ოდინი და ღმერთები, რომელიც რუნებს ყავთ, თაყვანს სცემდნენ, მათი გამანადგურებელი შეიქმნა ისევ. და საერთოდ დაიკარგა, დაიფარა ეს ყველაფერი. ნახეთ, სად გადავედი. მეორე ვარიანტი. და შესაბამისად ამას ამოუჭრი კიდე და ცალკენ დავდებ, იმიტომ რომ არ არის ესე ყოველთვის რომ მიადგე და ეს თემა ესე ძირფესვიანად, მაინც განიხილო, ხო? რადგანაც ასე გამოვიდა მეორე ვარიანტში, ცალკენად ამოუჭრი და დავდებ. ამიტომ ნახეთ, თაყვანს სცემდნენ იქ
მაინც ეს ენა დაიკარგა, მოდი ასე რომ ვთქვათ, ხო? ეს არის ჩრდილოული სიმბოლოები და ასე რომ ვთქვათ, მათი სახელწოდება ფუთარკი, ესე გამოიყენება. როგორი რომ ვიცოდეთ, კი ბატონო, არის სრულების ასრულებისთვის, გაწმენდისთვის, წინასწარმეტყველებისთვის. ეს არის ცოცხალი ენერგია, მე ასე გეტყოდით, მაგრამ ამას ჭირდება თავისი ძალა, სწორი გააქტივაცია და ყველას, მოდი ასე ვთქვათ, არ ემორჩილება. გარდა ამისა, ეს ფეხუსრუნა რომ არის და ბევრი გამოიღებს და რა ქვია, ერთ-ერთმა ქალბატონმა მომწერა, ქალბატონო ნინო, თქვენ რაღაც ისაუბრეთ და რას ნიშნავს? თუ თქვენ ეს საკითხი არ იცით, ნუ ხართ ინტერესდებით რას ნიშნავს და ნუ ეძებთ, ყველგან კი არ უნდა მასკნად, რასაც გავაშხერებ, ასე დაიწყოთ კირკიტი მალი ხო რაღაცნაირად. მე გეტყვით, კი ბატონო, არის შემოსავლის, მაგრამ არის ასევე გასავლის ეს რუნა, იმიტომ რომ შესაძლებელია მიიღოთ იმ წუთში და დაკარგოთ შემდეგ 10 მაგი, შეიძლება ვალებში ჩავარდეთ, შეიძლება გადასახადები, ჯანმრთელობის პრობლემა და ასე შემდეგ. ამის გააქტიურება, ნახეთ, გააქტიურებო, ესეო, მეორეო დეაქტივ, ძალიან გამეცინა. და არ შეიძლება, მოდი ასე რომ ვთქვათ, ეს ზედაპირულად წაკითხulis, გაგონილის, თუნდაც ბევრი ინფორმაცია გაგიჟღერეთ აქ, მაგრამ მაინც უნდა განერიდოთ. სხვა რაღაცეებიც არსებობს, საიდანაც შეგიძლიათ წარმატება მოიზიდოთ. უფრო უსაფრთხოთ, თუნდაც უფრო თეთრი ენერგიებისკენ, რუნები გადადის უკვე შავ ენერგიებში, რომ იცოდეთ. ну მანდაც არის რა თქმა უნდა ახლა საფეხურები. ამიტომ, როდესაც ნახეთ ეს ყველაფერი თავის დროზე ისე რომ გააქტიურდა, ნახეთ მიტინგების დროს გულისხმობ ამ შემთხვევაში არის ესეთი მომენტი და ყველაფერი დაიკარგა თუ დასრულდა მსრული განადგურებით. აი ეს არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ. ანუ რა შედეგები მოაქვს ამ ყველაფერს. აი ამის თქმა მინდა. ხო? კი ბატონო. კიდევ შეგიძლიათ ინფორმაცია მოიძებნოთ, მაგრამ ძირითადი მონახაზი მე აქ გაგიჟღერეთ და გითხარით. გადაშენდა მაგის თავის დროზე მიმდევრები, ვიკინგები, საერთოდ დავიწყებას მიეცა ის ოდინის ღმერთები, ესე ვთქვათ, მაგ ღმერთები და გარკვეული წლების შემდეგ, არქეოლოგიურ, რაღაც ესეთი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს, დაინტერესდნენ და სწორი აქტივაციაც დღემდე არ იციან, მე ასე გეტყოდით. აი მაგის ის სწორი აქტივაცია, დეაქტივაცია, უფრო მეტი შეუძლიათ და აქ რამე რომ თქვენ შეგეშალოთ და რაღაცად იცოდეთ, რომ ძალიან დიდ, ესე რომ ვთქვათ, ეს არის ატომური იარაღი ასევე. მე ასეთ შედარებას გაგიკეთებდით, ხო? და ეს არ არის ჩემი მოგონილი, მისი ისტორიიდან გამომდინარე შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ და გაითვალისწინოთ. რა შეიძლება ამ ყველაფერმა მოიტანოს. ამიტომ ყველაფერს ესე ბრმა თვალებით და ოღონდ რაღაცა იმას უნდა, ხო, და სურვილები აგისრულდება, გააზიარა და დაესიას ყველა ოღონდ სურვილი აუსრულდეს და სინამდვილეში ადამიანს ესე რომ ვთქვათ, ბეწვის ხიდზე ატარებ ამ შენი რჩევით. ეს არის ძალიან სავალალო მდგომარეობა. მეორე ვარიანტი, თუ ვიღაცა ამ ყველაფრით ინტერესდებით, ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოთ, უნდა იცოდეთ, ნათელი ენერგიები უფრო კიდევ საყურადღებო არის. უნდა იყოს ადამიანის სათნო, ან წმინდა სუფთა ენერგიებში, რომ ისმა კეთილმა საქმეებმა თუ რაღაცებმა გააჭრას და ძალა ჰქონდეს.
კი ბატონო, კიდევ შეიძლება აქ დაყოფა, ხო, არის სოფლის მაგია, არის და ასე შემდეგ. თუნდაც ის, რომ ადამიანი, რა ვიცი, 24/7 რომ ესე ქალაქშია წამომჯდარი, რა ენერგიები უნდა გამოიმუშაოს მას, როდესაც ჭირდება ბუნებასთან კავშირი, მიწასთან კავშირი, ხესთან კავშირი, წყალთან კავშირი, რეალურად, ხო? მაშინ ძალიან ბევრი უნდა იაროს, იმოგზაუროს, ან რაღაც ესე გააკეთოს, ან ეს აუცილებელია ხალხო, აუცილებელი. ამიტომ მე მაგალითად ასე ვიტყოდი, მაგები უნდა ცხოვრობდნენ სოფელში და არა ქალაქში. მეც ქალაქში ვცხოვრობ, თუმცა მე კიდევ გითხარით, ჯერ წლებია უკვე, მაგრამ გასაყარზე ვარ, თუმცა ვფიქრობ სოფელში გადაბარგებას, მაგრამ ვერ ვიპოვე შესაფერისი ადგილი ჯერჯერობით, ამიტომ არ ვჩქარობ. ეს არის აუცილებელი. ბევრს სხვათა შორის ჩემს მეგობარს გაუკვირდა და შეიძლება აქ კიდე მისმენს ისეთი ხალხი, ვინც ეს იცის, რომ ვეძებდი, რატო და სოფელში რა, იმიტომ რომ ეს არის აუცილებელი. ამას ნახეთ, სხვა დროს ჩემი გადაწყვეტილება არ იყო, ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ მე რადგანაც ამ ხასიათზე დავდექი, ეს მოვიდა ჩემთან, ესე იგი მე უკვე უფრო მეტად სული ითხოვს, აი სული, რაც სწორი არის, იმას ითხოვს და ეს ძალიან კარგია, მე მივესალმები, თუმცა ჯერჯერობით ეთყობა ადრე არის და იმიტომ ვერ ვიპოვე ვერაფერი და ვერ მოვაბი თავი, ამიტომ ჯერჯერობით ისევ თავი შევიკავე, ხო? მე ჯერ საზოგადოების წინაშეც, ესე რომ ვთქვათ, არ ვარ აღიარებითი ფორმით გამოსული, აი მე ვარ ეს და ეს რომ ვთქვა. ესე იგი ჯერ კიდევ არ არის დრო. ამიტომ ესეთი რაღაცები უნდა გაითვალისწინოთ, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ძალით, თქვენი თავი არ უნდა დააპროგრამოთ. მე პირადად ახლა ჩემი მდგომარეობა თუ გაინტერესებთ, საერთოდ არ მაქვს და არაფერი არ გამეგება სოფლის შეხება და ეს იმას ახლა ვიღაცას თავში არ ავარდეს და არიქა სოფელში გავთხოვდები არ იფიქროს, არა, ნამდვილად არ გავთხოვდები. ეს სულ სხვა რაღაც არის, ეს არის შეიძლება საჭიროება რაღაცა განსამარტოებლად მჭირდებოდეს ადგილი. მოდი ასე აგიხსნით უფრო კიდევ დეტალურად თუ გაინტერესებთ, ხო? ეს არ არის ის, რომ ძალით არა, მოდის ეს, მისით მოდის თქვენთან. როგორც აი ის ინფორმაცია მისით მოდის, ხო? დავუშვათ ის თუნდაც რაღაც რიტუალი, როდესაც მაინტერესებს მისის რაღაციდან მოდის ეს, აიდან იცი მეკითხები, რა ვიცი მესამე. და ვიცი და აი ამაში არის საქმე, ეს მოდის თავისით. ამიტომ ესეთი რაღაცები გაითვალისწინეთ. ვინც ამ ენერგიებში არ ახართ, ვიცი რომ დაგაინტერესათ, თუ რამდენი დრო გასულა, უნდა დავასრულო. თქვენთვის უნდა იცოდეთ, რომ მაშინ აი რაღაც ესე რომ ვთქვათ, გადადიხართ მაინც ისეთ ენერგიებში, რომ იქნება თქვენთან ძალიან დიდი ცვლილება. მე ვიტყოდი, რომ აუცილებლად დაასრულებთ რაღაც, ესე რომ ვთქვათ, თქვენს ძველს და ეს არის წინსვლის, წარმატების სიხარული, ნაყოფიერება აუცილებლად იქნება თქვენთანაც. კი ბატონო, რომელიც იცით რა, თქვენ თვითონ დაგაბნევთ, ოღონდ ასე შედეგს არ ველოდი, აი ამ კუთხით დაგაბნევთ. ძალიან ძლიერი ქალბატონი მიფიქსირდება, ქალი, რომელიც აუცილებლად ყველაფერი გამოვა, რასაც კი მოინდომებს და რასაც კი, ასე ვთქვათ, ჩაიფიქრებს. მე ასე გეტყოდით, ჩემო კარგებო. ბედის ბორბალი თქვენს მხარეზე არის, ასე რომ ვთქვათ, კი ბატონო, ეს მედიტაცია არის თუ სურვილები ჩაიფიქრეთ, მე გისურვებ წარმატებებს და გულშემატკივრებით.